ალო. ალო. გარკვევით ლაპარაკე, გარკვევით. მომისმინე. გეკითხები. რამდენი პროცენტით აქვს ამ თვის გეგმა შესრულებული? ა? 80? ცოტა. ეს შტილს მიაღენებს ჩვენ სამართლოს. რაღაც უნდა მოვიფიქროთ. თქვენ უკეთით. ა? მაშასე. ხვალდილით მოიტანთ ცნობას, რომ ამ თვის გეგმა შესრულებული გაქვთ 110%. გაიგეთ? 110. ბოლოს და ბოლოს, როდის ინებებს ბატონი მართალი ჩემს მიღებას? მართლს არცალია ბატონო, მოიწმინეთ. ამდენიც დამკავშირებელი. მოქალაქე, საქმის წანდებით მოქალაქე. ადროვეთ ბატონო. ბატონო, დაუკითხავთ, როგორ შეიძლება? გამარჯობათ. როგორ რაშია საქმე? სახელოს მოვსიე და ხელში შემცა. ესენი. ამით ჩვენ პლასტმასის ქარხანა გვამარაგებს. არა, მე უჩვენებ სადაც ჯერან. რასოშია პლასტმასის ქარხანა? კაის რომოსურა? როგორ გეკადრებათ? რა სინდისით ყიდით ამ გვერავებს? ჩვენ არ ვყიდით, ჩვენ მხოლოდ ვაკეთებ და სხვები ყიდიან. აი სწორედ მათ გამომგზავნეს თქვენთან. გავო. რას გავცეთ? უჯრები არ იღება. თანერა აზრა. სატული კი როგორც კი ჩავწეკით და ჩაწყდა. არა, ჩვენ სავეს და სატული. რა? და ხატული შესანიშნავია, დიდებულია. ხოლო სინამდვილეში როგორია მათი ხარისხი? არის. შესასახში აღელდება ეს ჩემთვისათვის საზიარო. მე გიჩვენ. აი ყურადღება, კაი ხელოსანი. და ვაკვირაში ყველაფერს წესში მოიყვანს. დაცინვარი ყოსაკ, გაიძულოთ რომ ფული დამიბრუნოთ. თქვენ კარგად იცით, გაგიბულ საქონელს უკან აღახებულობენ. ამას ჩვენ ვახავთ. მინის თანგიციურა, ვიცი. ყველას მოხერხა. ვიცი. მიწარ. გისმენ? გამარჯობა. დიახ. წარედ. გისმენ. ავეჯი უნდა ჩაგვაბაროს? ბოდიში ეთიტი. ბოდიში. თქვენი გვარი? ამას არ აქვს მნიშვნელობა. დიახ, ის ეხლა ჩემთან არის. Resamos, finda de sair. Ela queria da minha. Hatita cassa que jiveria da minha. Que bata. Opa la pesca. Das unde buli. Sabe fazer também mais água. Água. Calma. Você. Que bata. Que sim. Que bata. Caramba. Você? Cargi cazzo ჩვენი მინისტრი. მით. მით? არ ვეწევი. როგორ ვიღებთ? არ ვეწევი ბატონო. აგისმენთ? სასწრაფოდ გამზადეთ მიმართვა. დიახ. ავეჯის მაღაზიის დირექტორის სახელზე. დიახ. მიიღონ ავეჯი და დაუბრუნონ ფული მოქალაქე. ფული არ არის საჭირო. ამის წარმომდგენს? ამის წარმომდგენს. გასაგებია. სასწრაფოდ. კი ბატონო. გმადლობთ ბატონო. დაბზენ. დიდი მადლობელი გახლავართ ბატონო. დაბზენ. იქ მოვიცდი.
აი აქ უს ხდები? შენ Алло. Ҷиҷиго. გამარჯობა. შენთან მოაჩემ მომართვით ერთი მოქალაქე. მიიღებ მისგან ავეც და დავბრუნე ფულს. არა. მინისტრად ზანა. ა? მინისტრი მოხსნეს? გუშინ საღამოს? მოიცა, მოხსნეს ბიჭო თუ გადიყვანეს. ა? მოხსნეს. ძალიან კარგად იყავი ჭიჭიგო. ნახვამდის. ინდები გადაეცით მოქალაქეს. რომ მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. და საერთოდ არავინ არ შემოუშვა. დიახ, გასაგებია. არავინ. გასაგებია. კეთო გამარჯობა. მოეცა გოგო. ზურაბ თავი დამანებდა. ყურიდან თავი დამანებდა. ჩვენ შორის ყველაფერი გათაბებული. გაუკეთებია ელენეს დახეულა. ახლებია იღეს. მე რომ გავთხოვდი, სანდროს მხოლოდ ერთი ხელი ლოგინიებადა. მაგრამ ამ ქვეყნად ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. მაგას დიდი ჭკუ არ უნდა. რას არ უნდა ჭკუ ავარო? უშენოდაც კარგად ვიცი რომ ახლები უნდა ავიღო, მაგრამ რომლები? ღმერთო ჩემო, რომლებიც გინდა? გაუღე. ინედეთ. ვისგან არის? ვისგან იქნება? როგორ უყად სანდრო თანამშრომლებს? ვის არ შეაყვარებს თავს? ჩემი არ იყოს. პირველად დავინახე თუ არა? რა შუაში აქ სიყვარული? ისინი თავიანთ საქმეს ჩახავენ. რაო? ბარო! როცა არ უნდა არის.
შენკლა დაგვიწყებია. Ცხვის სახოც მოცემა. იძულებული გაქვთ გასული ყავდა მერტიდა. ღმერთო ჩემო. სულ არ გქონია გემოვნება. დაო, რა არ მოგწონს? ცხვის სახოცი? ხვირს სახოცი? დაიესეს. ეს ხომ ოქროა? დიახ. ბოლოს და ბოლოს მე რიჩის მშობანს. ჩემ შვილს საჩუქარი ვერ მოუტანო? ლიანა! ლიანა! მოდი ჩემთან. ჩემი შვილი. ჩემი ოქრო. აი შეშვილი. მადლობა. ლიანა ხომ ჯერ ბავშვია? ბავშვია? ჟან-ჟაკ რუსოს 3 წლის განებივრებული ბავშვი მიუყვანეს. რუსომ თქვა, რომ მისი გამოსწორება უკვე გვიანაო. და ასე თუ ვიცებს საბავშვო ბაგის გამგებად ნიშნავენ. იმას ალბათ ბაგარინგოთან ეკრება დაგიწყო. არა, სანდრი, ის ხომ კმარა! კმარა! მე ვიცი რა თქმა. შენ არ იცი ჟან-ჟაკ რუსო? იმაზე უკვე თვითიდან უგამიწყალებული შენი სიცოცხლე. ეს რა არის? ეგა მოგიტანეს, მაგრამ არ ვიცი ვისგანაა. სინდისა. მოთქვას კლავიანის გამოგზანა გამიბედა, ხო? მე რაკას დაგითხრა სულ და სანახა. დაიგე. Kudi momitane. Ha? Kudi. Ho, კარგი. Sandrik, ელენე სოინედი გაიგე? Kudi momitane. ახლა Das ხელოს ხმასა. მიჩურის ერთი უეყლოვარზე მაინც ეთიქრა. 50 წლის ქალმა მაგრატელი. პლასტიკური ოპერაცია გაიგეთა. ხვირი დაიმოკლა და მაგრატელი მომიტანა. ახლავე. და სახის კანი გაიჭიმა. ნედა ვიცოდე ვის აწონებს თან. მაგრატელი. ა? მაგრატელი. ა? პაგის მაგრატელი. პაგი! რა გაყოლებს? ჯობია შენ პამიდორებს მიხედო. დას. ხოხი მომიტანა. ეხლავე. აი. აჰა. რა? აჰა. შეხედე. ხუთი ძირი დამჭირა რა უკვე. დაიღო ბაჩემ პამიდორები. ხედა? ეგ თხუნელა. ვიდრე ყველაფერს არ დააზიანებს, არ მოშორდება. ბარო! ბარო! ეს პირდაპირ აღმაშფოთებელია. დიდსა და კულტურ ხალხში თავისუფლად ათარიშებენ თხუნელები. რა თქმა უნდა თხუნელა. თუ არ მოსმეთ ყველაფერს დააღუპავს. მაგრამ როგორ მოსვლა? სულ უბრალოდ. ჩემი სიმამრი თვითონ იწევს. როგორ? თოხი მომეცით. როგორც კი მიწა ამობურთვას დაიწყებს, დაკრავს იმ ადგილზე და მიწასთან ერთად თხუნელასაც ამოაგდებს. კარგია. გასაგებია. მაგალითად ხომ წესრიგში? ყველაფერი რიგზია. უკვე ამოძრავდა. ჯერ სად არის? სანდრი. რასი ჯერ? თხუნელას. რა არის თხუნელა? თხუნელა? ხო. თხუნელა. ხმიდებადები. კარგი. აჰა. მე შენ გიჩვენებ. როგორ უნდა ჩემი ფესვები ზღრნა? ვინიდათ? თქვენ პატივცემულო. მაბადიეთ რომ სახლში მოგაკითხეთ, მაგრამ ხომ არ ვწდებით.
არა, როგორ გეკადრე? რა გინდა? რა? თქვენ მე მღუპავთ პატივცემულო. როდესაც მწამებთ გაუმართლებელ ოპტიმიზმს, გადაჭარბებულ გულწრფელობას და ზედმეტ ალტრუიზმს. აი გითხარით გეშლებათ. ის აქედან მესამე სახლში ცხოვრობს. სხვა ჩემს ადგილას ამდენ ხანს შეიძლებოდა პატივცემულო. აგერ იქ ცხოვრობს ის ფსიქიატრი, რომელსაც თქვენ ეძებთ. მე ფსიქიატრი არ მჭირდება პატივცემულო. ის სამოწავდა. ვინ? აქ არავინ არ არის? ის ხმობა. აბლაგანზე უხარ. არა. თქვენ ის დაახეთ. დაიცა. აკაიზეთ. სტარტ თუ დაგავადა. აკაიზეთ თოხითორემ. ვიყვირებ. რამბავია, რა მოხდა? როგორც ყოველთვის ფსიქიატრის პაციენტი ჩვენთან მოვიდა. პატივცემულო. მე დახასიათებისათვის მოვედი. დახასიათება საიქრო. სანდრო მოეშმაკ თხუნელას ნერვებს ნუიშლი. შეგიძლიათ თხუნელას ვიწოდოთ, მაგრამ თხუნელასაც აქვს უფლება თავისი პროფილი იმსაოს. შეშლთან და ვარ შეიძლება დათანხმდი. დიახ, რა თქმა უნდა. თითოეულ მოქალაქეს ჩვენს ქვეყანაში აქვს შრომისა და დასვენების უფლება. აი ეხლა თქვენ დასვენება გესაჭიროებათ. პროფესორთან სანატორიუმში. დიახ, იქ. მე უკვე დავიყალე ამდენი დასვენებით. ხოლო იდიოტი თუ მიიღებს ადამიანს სამსახურში ასეთი დახასიათებით. აი გაუმართლებელი ოპტიმიზმი, გადაჭარბებული გულწრფელობა და ზედმეტი ალტრუიზმი. რა ბიჭო ალტრუიზმი? მომეცი? მართალია ჩემ ხელმოწერა. სანდრიკ. ხო, აი. აბასაიდან მეხსოვნება. ჩემი აპარატის ყველა მუშაკი. მე კი თქვენგან იმიტომ წავედი რომ მექანიზატორებთან მოვწყობილიყავ. სანდრიკ, გეთახვა, გულწრფელობის, ოპტიმიზმის და ალტრუიზმის ნაცვლად ჩაუწერე სიფხიზლე, პესიმიზმი, ეგოიზმი, გემუდარები. ნუ დაღუპავ ადამიანს. როდესაც მე საქმეზე ვლაპარაკობ, შენ ვერევი. მომშორდი. კარგი. მივდივარ. ნეტავინასქა რომ ადამიანები სოციალური არსებად არიანო. კეთილი ადამიანი ყოფილა თქვენი მეუღლე. რა მალე მიხვდა ყველაფერს. ჩემი უბედურება სწორედ იმაში, რომ ყველაფრის გაგებას ვтиრე. მე კეთილო. კეთილო. ანიკო შენ არის? დავიჯერო რომ მარტო ანიკოს დახვა გინდა. და სხვა რა ის. მაგრამ თქვენ ახლა არ გწარიეთ? გამოიარე სამსახურს და გაიგეთ. გმადლობთ. გმადლობთ. დად. გავიგე ხალაგარეთ ხოთხარ დასულის საქეიფო. ვინ გახდათ? თქვენზე უფრო გამბედავი ადამიანი. პატივცემულო. როდის გამოდიაროთ? გამოიარე ზე ვაშახა. გმადლობთ. ზე. გმადლობთ. ვაშასე. კეთილო. დღეს აღმოს ხალაგარეთ გავისეირნოთ. ხალაგარეთ რატო? აქ მაწამებენ, ანჯავენ, იქ ჩვენ ვივახშნეთ, დროს გავატარებთ. გამარჯობა ბარო. მადრა საკეთე. მაღლა ამოდი. ანიკო ცხოვრეს. ვაშასე კეთილო. დღეს აღმოს ცხეთაში მივდივართ. მოდი სიში. დაიყო. თქვენ დივანს ხომ გააფრთხილებთ რომ შემომიშვას? დამლაგებიდან ინსტანტე ყველას გავაფრთხილებ. არც კი ვიცი. აი არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ. ნახვამდის. მადლობთ. სადი. ნახვამდის. ვუნი სადი. არ გამოდიო. დღეს რასაზე უნივერმაღდა.
ასეთი იმედი გაქვს საკუთარი თავის და არავისი არ გიშლია. არავისი. არა, კეთო. გამარჯობა. გამარჯობა. მეგობერად, რა კარგია რომ მოხვედი. კეთო, გაიგე ერენეს რა გაუკეთებია. დედიკო, მე კინოში მივდივარ. გამარჯობა. გამარჯობა. რა ლაბაზია. ირდები რა ანგელოზია. მე წავედი. წავედი. ეთი გამაგებინე, რატომ უშვებ შენ შვილს მარტოს კინოში? შენ თვითონ არ გაუშვი? და მე ბავშვი ხომ აღარ არის, სტუდენტია უკვე. ნუ გეშინიათ, ის ახლამდე მოაცი. ვინის? ერთი ახალგაზრდა, ულვაშებიანი. სადაა ულვაშებიანი? აი, ანა, დედა ხარ, დედა. დარიჩი რა შედი შენ ქარიშ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ლიანა სულს არაფერს არ ჩაიდეს. არ. შეიყვარეს ვიღაცა ულვაშებიანი იდიოტს. და სამბირაში ჩვენ თავს გადააყარეს. სანდრი, შენ ულვაშებიანი არიხავი, როცა მე შეგიყვარე. მე როდი ვიყავი დიადი. შეხერე. ასეთ აღდევს აუ. ზურაბი კარგი ოჯახის შვილია. ლიანამ გამაწვდა იმ დღეს ოპერაში. და შენ ის მოხდა? ლიანას მგონი მოსწონს. მე რატომ არ მითხარი? რის შესახებ? ამ ოპერის შესახებ. ანიკო გენესალე წავედი. ძალიან მომენატრე და იმიტომ შემოვიდნენ. მე ჩქარება საღამოს 8 საათზე პანაშვიდზე მივდივარ. ვინ მოკვდა მე ვიცნობ იქნებ ეს წამოვიდე. არა, შენ არ იცი. ეთი ხანში შესული კაცია. ხო მართლა. რომელ უნივერმაღში იყიდება ის ინგლისური საკოსტიუმე? უნივერმაღი ქალაქში ბევრია. აი, ცენტრალური უნივერმაღი. იყიდება ის შლაპები. რომელი შლაპა? სანდრიკ საკოსტიუმეს გეკითხება. კოსტიუმ შლაპა არ უნდა? აბა ნახავდი, ანიკო. დავედი. ოპერა. ოპერა? ხა. სულამალსა. დღეს საღამოს 8 საათზე რაიკომში ვარ, თათრიძე გამოძახებული. დასწრებულს. შეფათებითაც აღარ მასვენებ. ბაროს უთხარი აბაზანა გაახუროს. მე ეს საათი წაიზინებ. კი, მაგრამ. გააკეთე ის რასაც გაუბნები. ბარო. აბაზანა გაახურე. ხუნელა. წერების ოჯახიდან. არა, წერიჭამიების. სუსტად განვითარებული თვალებით. თათები მომარჯვებული აქვს. თათები მომარჯვებული აქვს. Margalito delia, certo dici buliga da belia, garesia, ciore vingeria, abalderi, uogelia delia, camo casini fiso piseria, exo felicenia da seria, agredida, di giugiuledia. Moditore, quali che baviani. Cito grito Margalito delia, cerco di scibulica da melia, care cavo.
განაცვალე ქართულ მწვადებს ვრია საქართველოს სიყვარულში ასი დავითლია საქართველოს სიყვარულში ასი დავითლია ვინც არის შენოდა მადლი ილერიულ მიწი მან არის ის დროს დარება არც ღვინის მაიცი მან არის ის დროს დარება არც ღვინის მაიცი არამსადა რა მოხდა ზურა დაინახეთ ხედავთ ვინ არის იმ მოხუცკაცთან ვინ არის ქეთო ეს არის შენი ქეთო რას მიხდეთ ბატონო წვანილი ხველი ძიძი კანიაკი და შამპანიური რა გამწოშორი ოჩახ ზურა ეხლა მე მაგათ ორივე ზურა გამჩილი ზურა აი სადიო ზურა გაუში კაცო გაუში გაჩული შემად თავისი დაიში თითქოს არაფერი არ მოხდა გაიგინე გაიცინე მაგალითი ჩემგანაი გაიცინე ой ჩემ როგორ გავზრიშა რჩი მე თქვენ ხელი ჩამალე და მაგაიდან აკად მომშვით შეიძლება ის ცოცხალი იყო და მე თქვენ აღიყავით მანქანა რომ გიჟივით გააკან ახლა თუ მე მყოფილი ვარ დამნაშავე. ჩვენ ერთად ვიყავით და დამნაშავე მოთავენი. არა. მანქანა თქვენ მართავით. თქვენ გაცილეთ და დამნაშავე თქვენ ხართ. თქვენ მე არაფერს ვაშინე. თქვენ ახლა მე თქვენზე გარდა. მე რა ვაჭი? მოდი скайცი. კაიცი. ითიმ ჯობი ახლა მე მოხუცი გაც. ითიმ ჯობია მეთქი. ითიმ ჯობია. უთხარ რა ითი ჯობია. მორჩიო ნუაგიზიანებ რა. ეგ ვარ მოხდე გენცელე. გენგარში რა. კიდევეთ. ეთი დაბლოზე შეგენაცვალე. არა, რასავ გადეთ. იუთი გენცვლე. ვერი სადღეძელა იყოს. ხურდა ბაბა. ალო, არა ეხლა თქვენ გონიათ რომ მე მარტო ეგოგო ხა? ასეთი მე ამიტა დამწული და მე ისეთი გოგო მყავს ა? გულში ციცინა თელები შემოფრენა ხარ თელი ჩემი სიყვარული ჩემი დარდი ხარ საში ხარ თუ მელოდი ხარ მაი ჩემი ხარ აბად როგორ რომ ვერო ამ ჩემგუგ ბანდია ამ ჩემგუგ ლამად გოგო გაბუდუ დარდია ამ ჩემ გოგოს ამ ჩემ გოგოს ლამაზ გოგოს ლამაზ გოგოს გაბუდუ დარდია მაი ჩემი გოგონა ჩემი დარდი ხარ ახლა დაგარ მეგარები შორ დაგარები აჰა რა აღარ გვეგარები შორ დაგარები Tomar água, padre.
მოდიში ბატონო, გასარეცხად ვივეცით, ხვალ ჩამოვკიდებთ. ის სიძილის წყალ დიდი იქნება მზად? ა? სულად ნახევარ ზაკი რა. აბა ეხლა ნახევარ მე საათია. აიცრა. მე? ახლა ვამზავს ბატონო. ჩვენაც ნახევარზე რა საძმოვედი. ასე საჭირო. აი ეს დაგიგვიწევს რომ ჩვენაც ნახევარზე აქვიხართ. ის კაცი კი მაქალა მასცადზე გაიდარა. გესმის? ა? მე აღარ შემიძლია უნდა დავიდე. აი ხა? კლაქსები ჩაკეტე და ყველა მაქანებს სიმჯა. უნდა დავიცადოთ. აი. დავიწყოთ. არა. არა. აი, დალია. ინე. დალია. მეშინია. მანქანა სისხლი გადაჩამორეცხე? კარგად. მაგრამ მე შარვალი დამეშორა ზუსტად სწორად. აი, სიცილი ბატონო, ვიერთი. მოიდნენ. შეიძლება გასუფლება ბატონო. ალო. ამხანაგო უпросто. მოგახსნებთ ლეიტენანტი ბერიძე. 19 კილომეტრზე მოსახლეობთან აღმოჩენილია სისხლის დიდი გუბე. ასფალტზე ძლიერი დამუხუჭების კვალია. კვამი კი ვერ აღმოაჩინეთ. გაუჩინარდა. დიახ, ვეძებთ. უჩქებში ვიპოვეთ გაწისხლიანებული ქურთუკი და ქუდი. გასრავად, პატიცემული სანდრო სახლშია? არა, ჯერ არ მოსულა. მოვდანდით. მალე მოვა. მადლობ. გუშინ წინ მამაცემ თქვენი მოკლა უნდოდა? თოხი რომ მომიღერა. შეგეშინდა? დიახ. უბრალოდ დამენანა რომ ჩემთან ერთად ჩემი პროექტის დაიღუპებოდა. მე კი ჯერ იმდენი რამე მაქვს შესასწავლი. იცით რა? მე თქვენ მომწონ ხართ. მეც მომწონ ხარ. აი, დაგინახეთ თუ არა სად გინდა სწავლა? მექანიზატორობა მინდა. თან უნდა ვიმუშაო, ფული უნდა ვიშოვო. ფული. საერთო სენი. ყმაწვილო თქვენ სასახლში ჩვენ სულ სხვა რამეზე ვდედიკობ. შენ არ იცი რა შეასაქმე. სწავლა უნდა და საკუთარი პროექტიც გქონია. ფულის შოვნის პროექტი? არა, პატივცემულო. აი, თაწმინდას ხომ ხედავთ? ახლა თაწმინდის გამწვანებაზე ასობით ადამიანი მუშაობს. მაგრამ მიწის ბუნებრივი მონაყარი 2 სანტიმეტრამდე რომ ავიდეს, ამისათვის მთელი საუკუნეა საჭირო. ჩემი პროექტით კი თაწმინდას 1 წელიწადში მიწის სქელი ფენით დავფარა. როგორ? ჩემ თვარზე დავდგავთ მიწა ამწოებს და ლამს მილებით მთაზე ავკაჩავთ. კი, მაგრამ ხომ ჩამოიღვრება? დიახ, ეს იოლის საქმე როდია. იქ შემაჩერებელი ჯებირები, ფილტრები გაკეთდება. შემდეგ დავდგავთ მცენარეებს, რომელთა ფესვებით მიწის ნიადაგს გაამაგრებენ. მართლა საინტერესო. რამანი? სანდრიკ. რატაც ვიღაც იმართად. რა მოხდა? გამარჯობა, პატივცემულო. ძალიან თქოთ მომიტევოთ. საქმეებზე სამსახურში უნდა მინახულოთ. დღესაც თქვენმა მდივანმა არ შემომიშვა. შაბათს კი დამბირდით რომ გამარჯობა. გარაჟის გასაღები მინდა. მანქანა უნდა შევამოწმო.
აი, ტეგდათვალიერებასაც ხადები. მე შეშუება მოგეცი. საკითხი ამოძრულია. შინ მე არ მუშაობ, ბაძილო. შინ მე ვისვენებ. დაგძანდით? რა გული გააწყალი ამ შენ დაგძანდი. მე შალიკოს ველოდები, აბაზანა შონკანი გაფუჭდა. დადი. დადი. რა გნებავთ? პატიცემულო. რა გნებავთ? პატიცემულო, მე თქვენთვის არ ამცალია. გამოიერეთ ორი დღის შემდეგ. აღარ შემიძლია ამდენი ლოდი. რავო? თქვენ რომ იცოდეთ ჩემი მდგომარეობა? რა მდგომარეობა? შენ აიცი რა მდგომარეობები არსებობს? სანდრო. გამოიერეთ და გაიგეთ. აუცილებლად გაიგეთ, ბაძილო. ყოველ მიზეზს გარშე გაიგეთ. აუცილებლად. რა არის ეს? ყოველ მიზეზს გარშე. სანდრო. შარდი. აუცილებლად გაიგეთ. სანდრო. შარდი. მე გთხოვთ, პატიცემულო. მიდაი. სანდრო. შარდი. არაფერია. ურამდენი სისხლია. ბევრი სისხლი იქ იყო გზა. კი ვარ? არაფერია. ურამდენი სისხლია. ბევრი სისხლი იქ იყო გზაზე. სანდრიკ. გაიგე იმ საიდუმლო მკვლელობის ამბავი. ცხეთის გზაზე რომ მომხდარა. არა. შაბა, უამდებ? შაბათ ხამეს მილიციას გზაზე სისხლის გუბე შეუმჩნევია. იქვე ბუჩქებში გასისხლიანებული პიჯაკი და ქუდი აღმოუჩენიათ. გვამი კი უყვალოდ გამქრალა. ალბათ ვინმე უსინიდისო მანქანის გაიტანა და გვამი მსხვერში გადააყო. არა, ისო ხო? ამბობენ რომაო. ამბობენ რომაო. ყულელის კვალს მიაგნეს. აჰა. პას მიაგნეს. 24 საათი დაიჭერენო. ახალი კანონების მიხედვით კი? რა თქმა უნდა დახრეთეთ. დახრედა ცოტა, უნდა ჩამოახჭო. შედიადია. გილიოტინა კი უფრო რომანტიულია. ის მაგთა დაუგია შენ რომანტიკა. თუ არ შეგიძლია ხოლმე ლაპარაკო. ოჰ, სანდრიკ. კინაღამ დამავიწყდა. ბაზარში რომ მივდიოდი, თეთრს გაუვარე. სადღაც წასულა და როგორც თეთრობა დიდი ხნით, ბარგიც თან წაუღია. აი თესა. რა ვულგარული გამოთქმა, როგორ არ აქვს ხენია. შენ საერთოდ გიყვარდა კეთოსთან ხუმრობა. შენი მეგობარია. ამიედან გიგდალავი ხალბატონთა ყოველგვარ მეგობრობას. როგორ? იმის ფეხი არ ნახვა აქ. სანდრიკ. არა. რა დაგემართა? არაფერი. არაფერი. გარაჟის გასაღები მინდა. რა გასაღები? ეს ხომ ჩემი გასაღებია, ჩემი გარაჟის, ჩემი მანქანის. მე შენ მოგეცი შვებულება. კი, მაგრამ დაისვენე და? კი, მაგრამ ტეგდათვალიერება. მერე ასეთი ნაპრინციპით გამუშავე. ხომ შეიძლება სიცხლე მოგეცი? მე 38 მქონდა სიცხლე, მაგრამ მაინც მუშაობდი. ეს რევიზიის დროს იყო მაშინ მე სკოლა სიცხლე. კი, მაგრამ აშავა. აბიჯე მასალეთ. დაისვენე და? რა ვქნა კაცო? ბავშვი. ვაშ, პლუს 24 საათი დაიჭერენ. დაიღუპე. დამიჭერე. შეიძლება კიდეც დამიშვილება რა? ვინ დამეხმარება? ვინ? არავის. ლიანას კითი საჩვენებელი გახდება როგორც პლეჯი შვილი. ო, კეთა! უი, კეთა! ვაი, კეთა! სანდრო. ხომ არაფერი შეგემთხვა? ვის, მე? ხო. ჩემი საქმეები დიდებულად მიდის. რაც რაიკონში გამოგიძახეს რაღაც უცნაური ხარ. რომელი რაიკონში? სანდრო. შენ ხომ ჩემი უთხარი შეძვაროს. ნუ გეშინია. იქნებ რა მეგიშვენ. არა. ახლა ვერანი ვერაფერს ვერ მიშველის. არაფერია? არაფერი. ში. ეკაცები რეკას. სიმბოლი. კაცავდა. კაცავდა ყველაფერი. პარო. ვთხარი რომ არა ვარ სახში. ვთხარი რომ მეტასვი ვარ. სად? ადიქი. ადიქი შედი სახში. სახში შედი.
შემობრძანეთ, სახშია. გმანოთ. ლიანა, სადაა? ის მოვიდა. სურა. გამარჯობა. გამარჯობა. რატომ თქვენობით? გამარჯობა. საკარ დროს მოხვედი. სწორედ მამა შინ არის გაგაცნობ. საკარგი სახლი. მამა დღეს ცოტა უხასიათოდ არის. ეს კარმიდამო მარტო თქვენია. რა თქმა უნდა. საერთოდ მამა კარგი კაცია. აი ეს რა არის? გარაჟია. ზურაბ. მე ისე მინდა რომ მამა მოგეწონოს. დარწმუნებული იყავი რომ მამა შენი მომეწონება. ხილად. რამდენი ხანია ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს, ლიანა? შაბათს რატომ არ მოხვედი? კინოსთან იმდენ ხანს გელოდე. მე მცხეთაში ვიყავი. საქმე. და ისე გვიან დავბრუნდი რომ. შემთხვევით ხომ არ დალიე? რას ამბობ, ლიანა? მე საერთოდ არ ავსვამ. სიმართლეს მეუბნები? გითხრა სიმართლე. ხოლოდე გამსურს. მე შენ ძალიან მიყვარს. ბეკი მეცადინეობაც ვერ შევდელი. აზრები მეფანტებოდა. და თუმცა შიმჯდომა არ მიყვარს, ფეხი არსად გამიდგამს. მე კი მეგონა რომ შიმჯდომა გიყვარდა. იცი რა? როგორ გითხრა? ირგვლივ ისეთი საინტერესო ცხოვრება. ყოველდღე რაღაც ახალი, არ ნახული ამბები ხდება. შინ კი ნეტავი მალე დავამთავრო ინსტიტუტი და წავიდე იმ წამწარ სამყაროში. რას? ამ შესანიშნავ სახლიდან გინდა წახვიდე? ხო. ამის გაგება ძნელია. ზურაბ, მე ცოტათი გამართო იმან. ის აწვალებიანი მაწველი რომ მოვიდა. რისთვის მოგე, ვინ არის? არ ვიცი. ჩვენ მას უბრალოდ ადამიანი დავარ. ძალიან ისეთი სიმპათიურია. ზურაბ, შენ ვერ გამიგე. მე სხვანაირად მომწონს. შენი სრულებით არ აკავს. ნეტავი ვიცოდი ასე რითი მოგხიბლა. თავის პროექტი. თაცმინდაზე ლამი მილებით უნდა აიტანოს და იქ შეაჩეროს. რითი? რაღაც ფილტრებით. ფილტრები მას თვითონ აკლია ტვინში. ზურაბ, არ მომწონს შენი კილო. იცი რა კარგია, როცა ადამიანი ოცნებობს. ოცნებობს. ის მხოლოდ იმისათვის ოცნებობს, რომ ყურადღება მიიპყროს. ეს კი ახალი ფორმაა მესჩანობის. როგორ თუ მესჩანობის? იმის მაგივრად, რომ წყნარად, მშვიდად იცხოვროს. ალბათ მოსვენებას არავის არ აძლევს თავის სულელური გამოგონებებით. ცუდად გესმის. მესჩანობას არაფერი აქვს საერთო მოუსვენრობასთან, ძიებასთან. მესჩანობა სწორედ ის არის, რასაც შენ ქადაგებ. თავისთვის მშვიდად იცხოვრო. შენ ვერ გამიგე ლიანა? ძალიან კარგადაც გაგიგე. დიახ. თავიდანვე. მოიცა ლიანა. გაბრაზდება შენ უფრო გალამაზ. თავიდანვე. ლიანა. ლიანა. მამა. მამა უნდა გაგაცნო. არა, კარგი. მამიკო. რა? რა იცი? გაიცანი. ეს ზურაბია. თქვენ შესახებ ალამ. არა, იანამ ის ციფრი დაბდაი. მადლობ. დაბდაი. მადლობ. შენ მგონი სადღაც შევხედი ვართ ერთმანეთს, ა? დიახ. ალბათ საჯარო ბიბლიოთეკაში. შესაძლებელია. მაშინ მეგობრობთ, არა? დიახ. თუ თქვენ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ. მე? თავარია ლიანა. მე შეიძლება ხვალ მოხდა. რას ამბობ, მამიკო? დიახ, აი ეს ქონება, აი ეს სახლი, აი ეს ბაღი. ყველაფერი წარმავალი. რა დაგემართა? რა ხასიათზე ხარ დღეს? რას ბრძანა? მთავარია თქვენი ჯანმრთელობა. მატერიალური მხარე კი არაფერი. მე ლიანა თავს მიჩენია.
და მინდა ცხოვრებაში ისეთი მეგობარი იპოვოს, რომელსაც რაც არ უნდა მოუხდეს, მისი ერთგული და მოსიყვარული დარჩება. რა თქმა უნდა, სიყვარული სხვანაირად წარმოუდგენელი. თქვენ ახალგაზრდები იოლად უყურებთ სიყვარულს. სხვათა შორის ეს ხანში შესულებსაც ემართებათ. კი, მაგრამ ყველა ახალგაზრდა ერთნაირი ხომ არ არის. არიან ისეთებიც, რომლებსაც შეგიძლიათ ყოველნაირად დაეღოთ. რა საკვირველია. ხომ ეს ხას? მამიკ. ზურაბ, გამარჯობა. 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 დაბრძანდით. მამა. დაბრძანდით. ბახის კონცერტი მოგეწონათ? დიახ, თუმცა ცოტა მოსაბეზრებელი იყო. მე უფრო ოპტიმისტური მუსიკა მიყვარს, მაგალითად ჯაზი. ბადური. ხო, რა თქმა უნდა, დიდ ბახს ყველა ვერ გაიგებს. მამა თქვენი სად მუშაობს? მამაჩე. დიახ. დირექტორი. დედა. როდესაც გენებოთ, ერთხელ კიდევ გამოიარეთ. სანდრიკ თავს როგორ აგაცნობ? მადლობა. ნახვამდის? ნახვამდის. ჭიშკარი გასაღების უნდა იგეთოს, გესმის? კარგი. დედა, ზურაბი შენ თითქმის გააგდე. ბახი არ უყვარს შულა და შენ სიყვარულს როგორ ხარ შეძლებ? მე ხომ ბახი არა. თქვენ ორივეს გინდოდათ თითი გაგდება. ისწრები. მის მაგას რომ ჭიშკარი ჩაგედონ. ბახზე გამათობე, ბახი. არ რაფო ის ფეხი აქ. ღმერთო, ვერაფრით ამ კაცის გული ვერ მოვიგე. Jan. Jan. Şena. Ra. Ra. Şena ton. Rato. Cum ar veni aici? Ha? Devriram. Me mama spune la ra. Tam gamaneben. Marto davrci. Marto. Sandro. Რა? Sandro. მე ყველაფერს ახვდები. რა? შარვალი გაგივიღე. აი ხომ სხვა არაფერს. რა სტუდენტია? შენ სკლეროზი გაქვს. ვირაგორი ვარ მე შენ? ჰა? შედი სახში. სახში შედი ბიჭო. დაიმალე. კაცავ. ინაგნებავთ. ეს ფერი საქმე არა. აღეთ კარები. წასულია. ისაკ არ გახლავთ. ფსიქიატრი წასულია. ასე გეტყვაში ოჯახ ხო? ღმერთო ჩემო. ან ყველა გადარეულა, ან და მარტო მე. იგი მინანა? სანდრო, ეს როგორ დაგემართი? არ ვიცი, ნუ მეკითხები. არ ვიცი. ყველაფერს, მაგრამ შენ ამას არ მოველოს. ჰა? იქნებ ჯობს მილიციაში გამოცხადე. არა. ეხლა უკვე გვიანას გესმის ქვია. ვარო. მიშველე. რომ შეიძლებოდეს შენს მაგინათ მე ჩავჭიდებოდი ჩემო პატარა. უნდა გავიცი, ღერსად. ჩემ დასთან. თეკლესთან. მაგრამ გადაესკი შველი. შენ დასთან, ხო? თეკლესთან. მხოლოდ არც ერთი სიტყვა არ თანად. არც ლიანად.
Скачем. Кавичене, геласан. Таби quản. გმურს მიგზავნიან დროები მარმარილოს კარიერიდან გუგულები უდრობს ხის ბუდეში უყვართ კვერცხის დადება კარგი ერთი შენ ოღონდ სხვაზე ცუდი გათქმეინონდა შენ ვიღაცა გისახლე რა ვიცი თელი ხმები ხაზავს რაღაცას ინჟინერია ვინც უნდა იყოს ოღონდ ფული დროზე გადაიხადოს და ნაკლები შუქი დახარჯოს ეს ფული ესე ძალიან რამ შეგაყვარა აბა ფული ვის არ უყვარსა? გააკლი არა მე რა, სხვადასხვა ნაკლები გონი ვარ. განაერიცი რომ ჩვენ სოფელში უკვე სამაიკი და პიანინო. სხვის სახლებიდან უსმინო როგორ უკრავენ. ახლა ჩემი სახლიდანაც მოისმინა და ჩემი შაშური. შესაშურებელი რა არ კი. მე სხვა საქმეზე მინდა მოგელაპარაკო. ო, ხედავ, წვიმასაბი. მე რა, ჩემ ფერმას ვერაფერს დააკლებს. ჩემმა ქმარმა შემოგითვალა ამაღამ შენი ბრიგადა დაგვახმარება. ნათიბი დროზე თუ არ დავდგით, ძვინებად ჩაგვივწერთ. მერე დადგით რა ვინ გიშლით? ღამე მარტონი ვერაუავ. ღამე რა მომუშავებს ადამიანური? ღამე ღმერთს და სასვენებლად მოუწია. მოიცა. როგორ აგონია პიანინოს შოვნა ადვილია? ადვილი რომ ყოფილიყო აქამდე ვექნებ. გინდა გიშოვნო პიანინო. არე მართლა. ჩემდაც ვაროს ხომ იცნო? ხო. იმის გაზრდილი სანდრო ქორიძე ამ ბაჭრობის უფროსი. ის მე უარს არაფერზე არ მე. ოღონდ ეგ საქმე მომიგვარეთ ეკლედეი. შენის გულისთვის სულს არ დავიშურე. ამაღამ დაგვეხმარები შენი ბრიგადა. რატომაც არა? მუშაობა ღამეა კარგი, ოღონდ არ კი მომაწყ. სადი ჩქარა შენი ბრიგადა. ხო. გამარჯობა. ვერ მიცანი? ა? ხო. შემოიჭირი. როგორ მოგიხარ? ამ შორეს რამ ჩამოგიყვანა? შევიდეთ სახლში შევიდეთ. სად არიან შენი ქმარი, ბავშვი? კაში.
სატიფში არიან სამივე. შენიანები როგორ გადი? მადლობა, ხოლმე. შენი სახისფერი რაღაც არ მომწონს. სანდრო, აღარ ხომ არ იყავი? არა ის. მე ვიგების. ვარომ არა იქნება მის შენთან ამოსულიყავი დასასვენებლად. აქ, სულთაეს. თქვი რა მოხდა? არა. სულთან? სულთან? ხო. სულთან. შენ რა? ანასაწყენინე? იქნებ ვინმე ახალგაზრდა გაიჩინე. მიყვარს მეანა და არ მინდა მაგ საქმეში დაგეხმარო. შობია უკანვე დაბრუნდე. შენ ხომ არ იცი? მე არაფერს შენ აღარ დამნაშე. მაშვინა? ანა? ანა. ანა, შენ გიღალატა? მიღალატ. აი ახლა ხომ შემიძლია დარჩი? არა. არა მჯერა. ვერ დავიჯერებ მაგას. აქამდე არც მემჯეროდა, მაგრამ საუბედურეთ ასი. კარგი. ამაზე შემდეგ ვილაპარაკოთ. შევინდებამდე უნდა მოვასწრო სათიფში ასვლა. კარადაში პურია, ყველი, კარაქი, ჟიპიტაური. ხვალდილას დავბრუნდები და შენ საყვარელ ხინკალსაც გაგიკეთებ. მადლობა. ძილით კი სადაც გინდა იქ დაიძინე. აბა, კარგად იყავი. მივედი. სადამდე? საკუთარ ცოლით კი გავიბედე. მაშინ რა უნდა მეხთა თუ სხვა გამოსავალი არ გქონდა. არის გამოსავალი. არა. თქვენ აქ რა გიდათ? გამოგზავნილი ხარ? დიახ. მე? იკისეთ ასეთ უჩრენი საქმე, ხო? რა ბრძანეთ? მე აქ მარმარილოს კარიერებზე აღმრიცხველად ვარ გამოგზავნილი. შიდი რა თქმა უნდა. მიაკ დასასვენებლად ამას ჩამოსვით. აქ ხაირი მე და სუფთა. ძალიან კარგი, ესე იგი ერთად მოვიხდება ყოფნა. ვისვენით სადაც გინდა. მადლობა. როგორც გინდა. მე სადაც დაიძინე. სამი ღამეა თვალი არ მომიხუჭავს. ვისვენ. ყოველთვის კარიერა გასაღებით დაგე. შიდი. ხო.
შენ ამას საიდან იცნობ, ვინ არის? ეს ის ადამიანია ზურაბ, მე რომ კი ამბე. ერთი მითხარით. თქვენი ფილტრები როგორ მუშაობენ? გარდა იმისა, რომ ყრუმუნჯია თურმე ბრმაც ყოფილა. აბა მითხარი ეს რამდენია? ერთი მეტისმეტად თავგასული და ცუდად აღზრდილი ახალგაზრდა. რას თქვი შეცინგლიანო? ეხლა ბოდიში მოიხადე. არავითარ შემთხვევაში. ზურაბ, გთხოვთ დაგტოვოთ. სალაპარაკო გვაქვს. ზურაბ, თქვენს გეხებათ. დიახ. სიამოვნებით. რად გაჩვენებულ ხარ? თქვი რამე. შეგამოთაყვანებულ აქ რას მოდიოდი. გინდა ჩემ ყავს მითხარ, საყვარელი რად გაიჩინა? ალა. შენ თავს პიცარ რომ ჩვენ შორის არაფერი. უი? მე მხოლოდ ვაპირებ. საზიძღაც თქვი, ქეთოსთან გნახეს მას ყველაფერი ცნობილია რა. ჩემთვის კი. ჩემო საყვარელო მამიკო. ხო. ეს ოლი ქეთოს ბრალია. აი ვინ არის დასაჭერი? მე კაცი ვარ და ყოველთვის პატიოსანი ვიქნები ხალის მიმართ. სანდრო, მაგრამ ჩემს მიმართ შენ ხო? შენ რა ქალი ხარ? ჰა? შენ ხომ ცოლი ხარ? არა, მე მინდა დასვამეცვა, ალა გესმი. ალა, შენ სხვა ხარ. ეს მითხარ, ჩვენთან იყვნენ? იყვნენ. ბარომ გარაჟის გასაღები არ მისცა, მაგრამ მე მანქანას ფარი აქვს გადახილი და სისხლის ეწყო. სისხლი ხომ ჩამოვრეცხე. ყველაზე საშინელი ის არის. კიდევ რა? შოფერი შალიკო დააპატიმრე. ხო? კადიაკა. მაშინ შენ რომ მევალა რა? მამიკო. აჰა. მამიკო, არ მესმის შენი. რა? ყოველთვის დანაშაულო ადამიანია დაპატიმრებული. ნუ თუ მოიცან და შესაგნად ხაიჯი სანდრი. როდესაც შევეკითხე მიპასუხა იმ მუსინდისა. მანქანას ის ვიში არის? აი ვის გლერია რომ ჩამიქრა ფარები. რა? შენ უნდა გაბედო. მირობაგმა. უნდა გამოცხადე. უნდა ჩაბარო. აი დედაკაცები, აი. თოთოцеვი. სანდრო მამიკო, ჩაბარდე. თავდაბარებე. თავდაბარებე. მამიკო. თოთე პროსმოგრე. აი მოიწავშა. Merci, merci. Arbi, mas que é? Por essa saída da chapa. Tia. Que isso? Ai, cara, isso canta aqui. Não ligas? Que tia. Ai, sentido. Ai. Já. Tá, tá pequena sua. Tá. მე თვითონ წამოვდგებოდი. თქვენი კარგი ყოფილხართ.
პატიოსანი. პატიოსანი მას მხოლოდ სურვილი არა ყოფნის. ძალაცა ასაჭირო. თქვენ გაქვთ ეს ძალა. 100 ჯერ მეტი ვიდრე ყველა იმათ. მითხარით, რა ქვია თქვენ? მიწოდეთ კლავაც ადამიანი. თუ კი თქვენ ასე მოგწონთ. შეგვარდები გიკრეფია მეგის ოჩა ძალიან მოხერხებული კი ყოფილიყარ. როგორც ხედავთ, ვერაფერი გამომივიდა რა. ბედი ქონია. მე მართლაც ბედი მქონია რომ აქ ჩამოვგდან. თქვენ ჩაგივარდით ხას და რა სხვას. რა თქმა უნდა. ასეთი კულტურული ადამიანი. დაიღალა შეხედების შე. და თუ დაიღალეთ ჩამოუშვით. მაგრამ ცოტა უცნაური კი შეჩანს. მით უკეთეს. რაჯენურეს. მარჩით. მე დიახ შემიძლია. ოდის ვიხდი. თუ შეიძლება ჩამოვიდე. თუმცა შტომასა და დგომას ერთი ფასი აქვს. ფასი ახსენა. მაშინ კიდევ არის იმედი. მე თქვენზე ყველაფერი ვიცი. ვისი? დედაკაცი ერთი. თეკლე. ო, ჩვენი საუკეთესო მუშაკი. სად ჩავარდი? არ მეგონა თეკლე თქვენთან თუ მუშაობთ. მარტო მიმაცნობა. დავიჯერეთ უმჯობესია ჩვენ შორის მოგვარდეს ეს საქმე. მე ისეთი კაცი ვარ რომ თქვენ თვითონ მიხვდებით. შეიძლება ჩვენ შორის მოგვარდეს. პროკურატურის გარეშე. ო, ჩვენ შორის. ა? მე ჩემი ბრიგადა მივატოვე, რომელსაც მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. ჩემ გულისათვის. ო, დიახ. როცა გავიგე ასეთი დიდი საქმე გქონიათ ქალაქში, მთელი ბრიგადა ფეხზე დავაყენე. მაგრამ ახლა ის რა მოსატანია. თავარია რომ ჩვენ ერთმანეთში რა საჭირო სამაგიეროდ. რა საქმეა სამაგიეროდ იქნება. მეც კაცი ვარ და მესმის ცხოვრებისა. პირდაპირ ვთქვათ, თქვენ ფული გინდათ რა? არა, ფული რასაკვირველია არ უნდა, მაგრამ და როგორც ხდება ხოლმე. შვილი გინდა დააქორწინოთ, ან სახლი გინდა იშენოთ. აი ასეთი ამგვარი. რამდენი? სახლიც კარგი მაქვს და ფულიც არ მაქვს. მასა გინდა ჩე. მე მინდა რა ქვია იმას, ეი. ჩემი თითების ანაბეჭდია რა? პიანინო მინდა. ჰა? დიახ. სვარაფერი. და კიდევ ერთი ის. მოსკვიჩი უკანასკნელი გამოშვება. იგეგაც.
მევაჭრები. პიენზე საკმარისი და ისიც წითელი ფერის. ხოლო თუ მე რაიმე შემეთქვა, თქვენ ამასაც ვერ მიიღებთ. აბარა საბრდანეთ. რა უნდა შეგემთხვით? მას მეწავებთ ხოლმე. ისე როგორ ფიქრობთ, მალე იქნება? მალე. ხოლო მე ხომ შემიძლია დავშვიდებით ვიყო. რა საკვირველია? ხოლო ჩემთან გექნებათ საქმე. დიდად გმადლობთ. გესმის. კარგად ბრძანდებოდი. კარგად ბრძანდებოდი. მადლობთ. ყველაფერია ფული. გუ მე გახობი ჩემო გუგური. როგორ გაძირა ხმაძილა? იცი არა უშავს. საქმე იმაშია რომ მოხდა რაიმე? ისე პატარა უსიამოვნება. ეგა. ამ ქვეყნას ყველაფერს შეშველება. როგორ? ძალიან უბრალოდ. ფული. თქვენს ქალიშვილთანაც კი? გაშეშე ჩემთან. ჩვენ ახლა ცოტა შევლაბარაკდით, მაგრამ ჩვენ ერთმანეთით ვიყვარს. ეჭვი მეპარება. გარწმუნა. ლიანა დამთანხმდა. მაგრამ მითხრა ცოტა ხანს მოვიცოდოთ. უკეთესად გაგიცნოა. ალბათ გაგიცნობ კიდეც. მე რატომ მომართავთ? თქვენ ხომ მამა? შეგიძლიათ მასზე გავლენა იქონიო? მაგრამ რატომ უნდა იქონიო მასზე გავლენა? რა თავხედი ახალგაზრდა წამოვიდა. თავი დამანებეთ. მე ასუს ხოდალაბარ. როგორ გგანებოთ? ოღონდ ინანებთ. დასალანი თქვენი სიძიება იქნებოდა. თქვენ ამათ სიძის ნახო გეღირსება და რაღაც ქეიფი. ცხეთაში, კეთევარ. ეჩა. ზურა. ზურა. ეჩა. მოგდა. გამძან ზურა. აი, განა ასეთი ლაპარაკი არა ჯობია. მე რა მოხდა? ჩიმიასაკის კაც შეუძლია ივახშმოს ქალთან. შეხომ კარგად გესმის. ვახშმობა ქალთან. სხვა არაფერი. რასაკვირველია სხვა არაფერი. კვლელობის გარდა. აშენ გინდა რომ მე არაფერი არ მინდა, მხოლოდ ლიანას მოელაპარაკეთ. ვაჟრომსკას შეეცადეთ რომ დაგთანხმდეთ. არათა შემთხვევაში. როგორც გენებოთ. ზურა გამოიჩი. ეგენ. მომთხოვეთ რაც გინდა. ოღონდ შისკინო. იჩი მედი ეგეს ზურა. მე მისთვის საწყობი ზურა. გივედრე. გიუდანები ზურა. აი, უხმოდრეკილი გევედრები, ზურა! მე ვთქვათ, მუხმოდრეკილი თქვენი ქალიშვილის ხელს. ნამოსა! არამზადა! რომ შემეძლოს აი ეხლა. აი ამ დაგახჩობდი. ეს თქვენთვის პირველი არ იქნებოდა. დიაგრიფს. შენ შობლებსაც ასშევდალები. ვერტიკალ მეშანებს შეუძლია. შენ ისე არამზადი შვილის გახდა. თქვენ თვითონ ვიღა ბრძანდეთ. მე რით ხარ ჩემზე უკეთეს? ვიბრძანდით და ყლაპეთ რამდენის გნება. მხოლოდ იცოდეთ რომ დიდხანს ლოდის ზარვადია. ეცა. ულფიქრო. მოვისაზრა. მოისაზრებ და დარწმუნდებით რომ არც ისეთი ცუდი სასიზო არ თქვენთვის. მამიკო. ნამოსა. მამიკო. შტრლიკო. მაწვილო. ხო, ჩემი ცოშვილი ქალაქამდე ჩარჩი. სიამოვნო. მე კი მას საჯულებას უნდა ჩავბარ.
მამამ ვერ გავიგე. მარბილ საჯულებას უნდა ჩავდა. მაშინ მანქანა გადარჩი. თან დაგიბარად. გაუფრთხილდით აი ამ არამზადას. მე ყოველთვის ფიზიკური მოქმედების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ახლა შეხედულებას ვიცი. სუსტი ხედულების გამო ექიმებმა მაკრიანი იგრძელეს. აპატიეთ, მაგრამ ეს სატანა აღარ შემეც. მე შენ გიჩვენებ. გენებოთ. ბარო ხომ გიხარი რომ გამომყვები მე მოიცა სანდრო განარაჯობებს სხვა დასვენებული ტვინით არა ახლა უნდა გათავდეს მაწვება გესმის მაწვება დამშვიდი სანდრო შემოჩერება დამშვიდი არა მე ვღელა მე დამშვიდებული სანდრო შვილო გაგიდეთ მანქანა ავეჭი ეს ყველაფერი სისული და ყოფილა უზრუნელ ყავით დაღუპულის ოჯახი სანდრო შალკოს ძრხა უნდა უყიდეთ მოქალაქეთ ვერა დასასწორებელი საქმე არ გონიათ აქ მილიციის რაიონი განყოფილება მე თქვენთან ამახ საქმე მაგრამ მადრე ჯერმასთან მოაწყო მოქალაქე მე თქვენ გელაპარაკებით მე მას ველაპარაკებ ვერა ხედა ლიანას გავუთხო ლიანას აბა გამოცხადი მოქალაქე მორი იერა მორი გაოპერაციაზეა წასული დაუცადეთ ხელი მოქალაქე მე სტარ შენიძლია მაშინ ხვალ მომწადით რას მიქფია ხვალ გესმის თქვენ მე მკვლელობა ჩავიდინე იეს ხო დამაბატინე რა თქმა უნდა ხვალ დღეს ცოტა ვერ არის კარგად მოქალაქე დამცამდი მოქალაქე ვინ მოკალით და როდის შაბათს რა ვინ არ დამინახავს კაცი მოკალით და გადაგიხავთ ე შუქი იყო არა ბნელოდა შალიკოს ბრალია ყველაფერი შალიკო სად არის აღარ არის საერთოდ არ ყოფილა მე როდესაც დავაჯახე გადმოსვლა მიდოდა მაგრამ იმ ქალმა ხელი იმდასად არ გამომიშვა ქალი გახდათ ვინ იყო არა ხალი არ ყოფილა ბნელობა მარტო მე შევიდი მოიცა შუქი იყო და ბნელოდა მაშინ ბნელოდა კაცი იყო და არ იყო კაცი არ იყო ქალი იყო და იყო მაგრამ არ ყოფილა არ ყოფილა მოქალაქე თქვენ გადაკრუსი ხო არა გასაგებია ქალბატონო თქვენ ეს აქი არ უნდა მოგეყვანათ აი იქ ერთი ამას უყურე თვას რაც ვიკრავ დედაც გეკუთვნი მე ძალიან ხელა და ალბათ იმიტომ ყველაფერს თავიდან აგის აღარ არის საჭირო ყველაფერი გასაგებია რატომ მე სულად მოქალაქე ილაზე პროფესორთან მიიყვა აი პატარა ჩიქში ცხოვრობს მე სის მე თან გიჟგონი ვარ რა არა დავშვიდეთ მოქალაქე თქვენ მდგომარეობაში კაცი ცოტას უნდა ლაპარაკობთ როგორც კი შეატყობთ რომ სულელე ლაპარაკობთ მაშინ გაჩვენდით მე მკვლელობა ჩავიდინე და თქვენ ვერ ამიგდალავ მოითხოვ დამაბატიბროთ დიახ დავშვიდით ახლა დავრეკავ მოვლეთ და წაგეყვანით მადლობთ აი ასე ასე პირდაპირ ციხეში სანდრო მოქალაქე ციხეში კი არა გიჟების საავადმყოფოში გასმის განა ციხეში ადგილი აღარ არის ხომ ხედავ კაცი შეშლილია რაო შეშლილი შენ თვითონ ახარ მოქალაქე საავადმყოფოს თუ აღარებ რა შეურაცხყოფას შეკამეჩო ჩემ სანდროს საგიჟეში გზავნის საგიჟეთი რამდენად აჯობებდა აი ხედავ თავის ჭკუით ამბობს რომ აჯობებდაო ჭკუა მაგას შენზედაც და ვინც სახში ხავს იმაზე საავადმყოფოს თუ აღარებ მილიციასთან და მის ოჯახს სამსახური გაქვს რა გეხადა ჯოს საქმებს დაჯვარებ მოქალაქე ამ და შუა ქუჩაში წინ და უკან დადიხარ მოქალაქე თქვა ბევრი სტვენის
შენ სახში აქ დაიხენე, მე შენს მაგივრად აქ დავჯდები. ვინ? შეს. ქალაქე დავშით. ახალგო კაპიტანო. ეს კალი გაპატიმრებული არის პასუხისმგებელი ტირის შეურაცხყოფისათვის. ის მიაღერა შეურაცხყოფა. მე მითხრა რომ ბევრი სტელისაგან თავში გისწვევსო და კამეთში მიწოთ. სწორია. კარგი. ეს კახალები დაიღე? არის. პასუხისმგებელი კაპიტანო. ეს სომოია. ახლა სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი. აი, მე შენობის წინააღმდეგ გთხოვთ მივუმატოთ ჩემი დანაშაული. ჩემი დანაშაულის მიზეზს მე თანათან ვიფიქრე. დამშვით. თქვენ ამაზე რო იფიქრეთ. კლავ. აი, მასი საერთოდ უნდა გავიგზავნე. თქვენ როგორც ხედავთ, მე სამშაბათ ნორმალური ახლა ვარ. ყველა ავატყოფიასი ამბობს. არა? არაფერი, დამშვით. აი, კაცი. მომეცით ფსიქიატრიული საავადმყოფო. აი, ნამდვილად გავუჩნდები. მე მოვითხოვ დამაპატიმროთ კვლევისათვის, რომელიც მომიხდა შაბათ-ღამეს ცხეთის გზაზე. გესმით? თქვენ სანდრო ქორიძე ბრძანდებით, არა? ეს უკვე ძვირი დაგიჯდებათ შემოგარგო. ეს. აი. დაზარალებული კოლმეურის დავით გოგიაშვილის ჩვენება. ჩვენება სიკვდილამდე თუ როგორ? სიკვდილამდე. მხოლოდ სიკვდილამდე. რატომ დასარა, ჰა? შეამის. ანა. მე მაინც ალაგობ შენი სალი გაიმაგრე. ვარო! ბრისიტაი ვარო დაპატიმრებული. მილიციის მუშაკ შეურაცხყოფა მიაყენა. რაო? მე არ არის ვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. მამა თქვენმა და თქვენმა მეუღლემ ჩაიდინა დანაშაული. მაგრამ სხვა დანაშაული ჩაიდინა. ჩემი მანქანა გაიტაცა. სადაა ჩემი ვოლგა? ხოლმე ავტოინსპექციაში. საფრთხები არ ყოდა და ჩამომართეს. მე მოვითხოვ იმ კვლევას, ჩემი მანქანის გადაცემას დაემატა. ხუის! ეს მან მოუწყო შანტაჟი სანდრო ქორიძეს. შედა? მოქალაქე! თქვენი გვარი. სახელი. დიახ. ჩემი გვარი რა შეგესაჭიროებათ? მე ხომ არაფერი ჩამიდენია. დამნაშავე აი ვინ არის? მოიცათ. თქვენ შემთხვევით დომენტი ვეფხვაძიშვილი ხომ არ ახართ? დიახ, მამაა ჩემი. კარგი კაცია მამა თქვენი. დასაგურელია კარგი კაცია. და ძალიან უბრალოდ ცუდი მამა. განები ვრა შვილი. უქნა რა გახადა? თქვენ შეურაცხყოფის უფლება არ აქვს. შანტაჟის გულისათვის დაგაპატიმრებ. მე ძალიან გაიღვალე. თხოვთ ჩქარა დამაპატიმროთ. აი ეს მოხუცი კი გაანთავისუფლეთ. მოიცადე. სადამდე უნდა იცადოს ადამიანმა? სადამდე? აი ახლა მესმის მე თქვენ. რაც ლინგი ყოფილაცდა. არაფერია. აი მოქმი. შაბათს საღამოს 10 საათზე მცხეთის გზის მე-19 კილომეტრზე აღმოჩენილი მე ვიყავი მასთან. და იმათ, ესე იგი ჩვენ. არაფერი არ გადაგვიგდია, სანდრიკ. გვამი წყალში ხომ არ გადაგიგდიათ? პატიოსნებას გეფიცი. მაგის პატიოსნება მაგის. მოქალაქე. ამხანაგო კაპიტანო? ისმენთ? ნუ კი მისმენთ, მიყურეთ. აი? ახლა მეც დამაპატიმრეთ. სანდრიკ, მე შენთანა ვარ. ეს ხულიგნობა. თქვენ ამისათვის 15 დღე ციხეში ჩაჯდებით. თქვენ ახლა გოფროსო მოწმებს დანებით. ხომ დაინახეთ? მე არაფერი დავინახავს. დაიცით რას გეტყვით ახალგაზრდაო? რა უნდა მითხო? გაფრთხილებთ. თუ ხელს არ მოგიდებთ სასარგებლო შრომას, ქალაქიდან გაგაცნობთ. ამხანა გოფროსო, მე ვეძებ სამუშაოს. სიტყვას გაძლევთ, მაგრამ მაგამ ხომ გამარტყა რა? აი ამ კაცმა დაინახა. მე სუსტი მხედველობა მაქვს. შენი მოქალაქე! მოდით აქ. 20 ახევრობას არ ამზადა. მოქალაქე. გამოდით მაგედან. ამრიგად გამოძიები და დასტურდა, რომ ეს ტანსაცმელი ეკუთვნოდა კოლმეურნე დავით გოგიაშვილს.
რომელსაც გზაზე მოყავდა ხბო. ხო და სწორედ ეს ხბო გაგიტანიათ. და შეშინებული სამარცხვინოდ გაქცეულ ხართ. მაშინ მე არავინ მომიკლავს? თქვენ მოგკარით. ოღონდ საბედნიეროდ მხოლოდ ხბო. აი, მასწავლე. მაშინ მე პლელი არა ვარ. მაშინ მე პატიოსანი ვარ, არა? დიახ, შედარებით. მაშინ მე თავისუფალი ვარ. დიახ. ანა! Იანა! ეხო მამაშენია. პატიცემულო. როდის მოვიდე თქვენთან დახასიათებისათვის? გამოვიდეთ ასე 15 დღის შემდეგ. რა სიზამ? შევაცავა. მაგვიანდება. თუნებას მომცემთ, წერილებს მოგწერთ. გიგი. გმადლობთ. ნახვამდის. მე კი პასუხებს. მადლობთ. მამიკო, როგორია ეს კაცი, რა ქვია? რამდენი კაცი მუშაობს ჩემს აბარაში. მამიკო, გონს მოდი ნუ თუ კლავს. სანდრიკ. შვილო. აი ეს დაწყებული. გააჩერე. მგონი ეს მას მოუხდება.